ამჟამად ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაა გამოცხადებული. იმ დროს, როცა ირანის ეკონომიკა ჩვენს თვალწინ ინგრევა. ირანი ითხოვდა, რომ გემებს $2 მილიონი ჯარიმა გადაეხადათ, თუ მათ სურდათ ჰორმუზის სრუტის გადაკვეთა. მაგრამ ეხლა გემები უარს ამბობენ ამ თანხის გადახდაზე და ირანის რეჟიმს შემოსავლის მიღების სხვა გზა აღარ დარჩა. მაშინ როცა აშშ-ს ბლოკადა კვლავ გრძელდება. ქვეყნის შიგნით ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად მძიმდება, რომ ხელმძღვანელობის უმაღლეს დონეზე შიდა დაპირისპირება მწიფდება. მოდით ყველაფერს მივყვეთ. რა თქმა უნდა, ლიბანში ცეცხლის შეწყვეტით დავიწყოთ. აი განცხადება, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა დღეს დილით გაავრცელა. ახლახან შესანიშნავი საუბარი მქონდა ლიბანის მაღალ პატივცემულ პრეზიდენტთან და ისრაელის პრემიერ-მინისტრთან. ამ ორ ლიდერს შორის შეთანხმება შედგა, რომ მათი ქვეყნების შორის მშვიდობის მისაღწევად ისინი ოფიციალურად დაიწყებენ 10 დღიან ცეცხლის შეწყვეტას, აღმოსავლეთის დროით საღამოს 5 საათზე. სამშაბათს ამ ორ ქვეყანას შორის 24 წლის შემდეგ პირველად შედგა შეხვედრა ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში. მე დავავალე ვიცე-პრეზიდენტ JD Vance და სახელმწიფო მდივან რუბიოს, გაერთიანებული შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე Raising Cane-თან ერთად, რომ იმუშაონ ისრაელთან და ლიბანთან ერთად, რათა მიღწეულ იქნას მდგრადი მშვიდობა. საინტერესოა, რომ სამხედრო პირი, გენერალი Raising Cane, ჩართულია სამშვიდობო მოლაპარაკებებში და ეს ბევრს გვეუბნება. ასევე ყავდა ცენტრალური სარდლობის მეთაური, ადმირალი კუპერი, რომელიც პაკისტანში გაემგზავრა იმ მოლაპარაკებების დროს, რომლებიც ახლახან გაიმართა, რათა აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებები ეწარმოებინა და ფაქტობრივად ყოფილიყო იმ დელეგაციის ნაწილი, რომელიც ყველა დეტალს ამუშავებდა. ასე რომ კარგია, რომ სამხედრო პირები მონაწილეობენ ომში, რომელსაც საბოლოოდ სწორედ სამხედროები ატარებენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, დაუბრუნდეთ ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც ისრაელსა და ლიბანს შორის შეთანხმდა. ეს ისტორიული იყო რამდენიმე სხვადასხვა თვალსაზრისით. როგორც პრეზიდენტმა თქვა, ლიბანის პრეზიდენტმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დღეს დილით პირველად 24 წლის განმავლობაში ერთმანეთს დაურეკეს. ბოლო ერთხელ ამ ორ მხარეს შორის საუბარი 1993 წელს შედგა. მას შემდეგ კი დღევანდელი დილის ჩათვლით საერთოდ არ ყოფილა არანაირი კომუნიკაცია. და ამას გარდა გვაქვს დადასტურება, რომ ისინი მომავალში შესაძლოა ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში შეხვდნენ. ეს შეხვედრაც ისტორიული იქნება. და იმედია, ეს გზა გაუხსნის ლიბანს კეთილდღეობისკენ, რომელიც აღარ იქნება ჰეზბოლას კონტროლის ქვეშ. მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ მონაწილე ქვეყნებისთვის არ არის მნიშვნელოვანი. ეს ასევე მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის და ირანისთვის. აი რატო? ხედავთ, სანამ პაკისტანში შეხვედრა გაიმართებოდა ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის, პაკისტანის დელეგაციამ Twitter-ზე დაწერა, რომ ისინი არ დაესწრებიან შეხვედრას, სანამ ლიბანში ცეცხლი არ შეწყდება. სწრაფად გავიგეთ, რომ ისინი უბრალოდ იტყუებოდნენ. ისინი მაინც გამოცხადდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლი არ შეწყვეტილა. მაგრამ ეხლა, როცა ცეცხლი შეწყვეტილია, სულ მცირე, ჩემი აზრით ფიქრობ, ეს უფრო მეტად ზრდის შანსს, რომ ირანი დათანხმდება რაიმე სახის სამშვიდობო შეთანხმებას. მაგრამ იმედია, ეხლა ირანი გახსნის ჰორმუზის სრუტეს და შეწყვეტს სამოქალაქო გემებზე თავდასხმას, რომლებიც უბრალოდ ცდილობენ გაიარონ საერთაშორისო წყლებში. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ეს იყო შეთანხმების ნაწილი, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც ორივე მხარე დათანხმდა. ირანმა განაცხადა, რომ ისინი გახსნიან ჰორმუზის სრუტეს, ხოლო აშშ შემთქვა, რომ შეწყვეტს ირანზე დაბომბას. ეხლა აშშ-ს დაბომბები შეწყდა, მაგრამ ირანელები ჯერ არ ასრულებენ შეთანხმების საკუთარ ნაწილს, ხოლო შემთხვევაში ამ დროისთვის. იმედია, ისინი ძალიან მალე გახსნიან მას, რადგან უკვე ჩინეთიც კი გაბრაზებულია ირანზე. შეხედეთ. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახლახან მოუწოდა ირანს დაუშვას ნორმალური ნავიგაცია ჰორმუზის სრუტეში. აქ მინდა ერთი რამ განმარტო. შეერთებული შტატების საზღვაო ძალები არ ბლოკავენ ჰორმუზის სრუტეს. ამაზე მოგვიანებით ვიდეოში ვისაუბრებთ. მაგრამ ისინი ბლოკავენ მხოლოდ იმ გემებს, რომლებიც ირანის პორტებიდან გამოდიან. და ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ ირანი ბლოკავს ჰორმუზის სრუტეს. და ეხლა უკვე ჩინეთიც კი, რომელიც ირანის მოკავშირეა, ხიად მოუწოდებს ირანს, რომ შეწყვიტოს ბლოკადა. აქ საჭიროა ცოტა გავიგოთ გეოპოლიტიკა. ჩინეთი, რა თქმა უნდა, ირანულ ნავთობზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, ჩინეთის იმპორტის დაახლოებით 10% ირანიდან მოდის. მაგრამ ჩინეთი ბევრად უფრო დამოკიდებულია სპარსეთის ყურის ნავთობზე. ძირითადად ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა საუდის არაბეთი, ერაყი, ქუვეითი, ბაჰრეინი და ყატარი. დაახლოებით 30% ან შეიძლება 40%-იც კი ჩინეთის ნავთობისა მოდის სპარსეთის ყურის იმ ქვეყნებიდან, ირანის გარდა. სწორედ ამიტომ ჩინეთი ღიად არ უჭერს მხარს ირანს ამ ომში. ისინი ძალიან ფრთხილად ცდილობენ შეინარჩუნონ ნეიტრალური პოზიცია და ზოგჯერ ირანსაც კი მოუწოდებენ, რომ შეწყვიტოს ეკონომიკური ტერორიზმი, რომელსაც ჰორმუზის სრუტეში ახორციელებს. და დღეს მათ საჯაროდ განაცხადეს. ირანო, უნდა დაიცვა ზავის პირობები და გახსნა ჰორმუზის სრუტე. ირანისთვის ეს ნამდვილად ძალიან დიდი მნიშვნელობისა, რადგან მათ საერთაშორისო მხარდაჭერა თითქმის არ აქვთ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იანვარში გააკეთეს რუსეთისა და ჩინეთის, ასევე რა თქმა უნდა, ჩრდილოეთ კორეის გარდა. ასე რომ, თუ ჩინეთი ნელ-ნელა უარს ამბობს ირანზე, რეჟიმს ბევრი იმედი აღარ დარჩება. ეხლა ამ ყველაფერში კარგი ამბავი ისაა, რომ ეს რეალურად უფრო მეტად ზრდის იმის შანსს, რომ ირანი მშვიდობის შეთანხმებას დათანხმდეს. რადგან როგორც ხედავთ, მოკავშირეები მათ ერთი მეორის მიყოლებით ტოვებენ. და ეს არის ის, რაზეც დონალდ ტრამპმა მიანიშნა პრესკონფერენციაზე, რომელიც დღეს დილით გამართა. მოусმინეთ.
გეგმავ თუ არა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებას? რისთან? ირანთან. ძალიან კარგად მიდის საქმე ამას გეტყვით. შეიძლება მანამდე მოხდეს კიდეც. არ ვარ დარწმუნებული რომ ამის საჭიროება. ირანს სურს შეთანხმება და ჩვენ ძალიან კარგად მუშაობთ მათთან. ბირთვული იარაღი არ უნდა გქონდეთ. თუ ეკნებათ, ეს დიდი ფაქტორია. და ისინი დღეს მზად არიან გააკეთონ ის, რაზეც 2 თვის წინ არ იყვნენ მზად. ეხლა ერთი რამე რაც დონალდ ტრამპმა აღნიშნა არის ის რომ ირანი ახლა მზად არის გააკეთოს ის, რაზეც ადრე არ იყო მზად. ეს შეიძლება ნიშნავდეს რომ ირანი თანახმა გადასცეს გამდიდრებული ურანი, რომელიც მათ ბირთვულ ობიექტებში აქვთ. რა თქმა უნდა, მიწისქვეშა ობიექტებში, რადგან ეს ობიექტები დაბომბილი იყო. თუ ეს მართლაც ასეა და ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშანია, ეს ნამდვილად დიდი პროგრესია ამ ომში. ჩვენ ჯერ კიდევ უნდა დავალოდოთ და ვნახოთ, რა სიტყვის ირანი საჯაროდ და რა თქმა უნდა, რას გააკეთებს. რადგან საბოლოო ჯამში ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რასაც გულისებში ამბობენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ ეს სიმართლეა, ნამდვილად უზარმაზარი ამბავია. მაგრამ ამასთან ერთად პრეზიდენტმა ტრამპმაც დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი შეიძლება უკვე ამ შაბათ-კვირას გაიმართოს. Pausminēt. ეს არის ირანში ომთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ბოლო პირისპირ რაუნდი. ყველა მათგანი შეწყვეტილია. გულისხმობს მხოლოდ ირანის საკითხი არ არის. ყველა ესეთია. ალბათ შეიძლება შაბათ-კვირას. ბლოკადა წარმოუდგენელი იყო. ის მუშაობს, გამძლეა. ისინი ვერანაირ საქმეს ვერ აკეთებენ. ბლოკადის გამო მათთვის საქმიანობა შეუძლებელია. ამიტომ იმის გამო რომ არ აქვთ საზღვაო ფლოტი, არ აქვთ საჰაერო ძალები, არ აქვთ ანტისაჰაერო აღჭურვილობა, მათ არაფერი აქვთ. ყველაფერი დაკარგეს, მათ შორის ლიდერებიც. ეხლა მათ ახალი ლიდერები ყავთ და ჩვენ ისინი ძალიან გონივრულებად მიგვაჩნია. ეხლა ვისაუბროთ იმაზე, რატო გახდა ირანი ასე მოულოდნელად მზად მოლაპარაკებებისთვის, ასე სწრაფად. ეს ბლოკადას უკავშირდება. ირანი უკვე ეკონომიკურად სირთულეებს განიცდიდა და ბლოკადა სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. ირანის ომით განადგურებული ეკონომიკა ნიშნავს, რომ მათ მოლაპარაკებებისთვის სასწრაფო მიზეზი აქვთ. ირანული მედიის მიხედვით, ქვეყნის აღდგენის ხის ხარჯი დაახლოებით $270 მილიარდ შეადგენს. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ შეფასებაა. ომი გარკვეულწილად ჯერ კიდევ გრძელდება, ასე რომ ზუსტ რიცხვს მანამ ვერ გავიგებთ, სანამ ყველაფერი არ დაწნარდება. ეხლა კი მშვიდობის შეთანხმება გვაქვს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს უზარმაზარი რიცხვია, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორც ირანია. და რაც ამ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს, მხოლოდ ზიანი კი არა, არამედ ამ ზიანის დრო. ხედავთ, მასიური პროტესტები, რომლებიც ირანში სულ რამდენიმე თვის წინ მოხდა, ეკონომიკური პროტესტით დაიწყო. ხალხი იტანჯებოდა. ეკონომიკა ირანელების უმრავლესობისთვის არ მუშაობდა. სწორედ ამიტომ მილიონობით ირანელი სხვადასხვა ქალაქში ქუჩაში გამოვიდა. ეხლა ომით მიყენებული ფიზიკური ზიანი ამატებს იმ ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც უკვე მიმდინარეობდა. და სწორედ ამიტომ გუშინ ჩვენ გავაშუქეთ, რომ ირანის ცენტრალური ბანკი ახლა საჯაროდ აფრთხილებს ირანის მთავრობას, რომ სანქციების მოხსნის გარეშე ეკონომიკური აღდგენა შეუძლებელია. ირანი ვერ შეძლებს ამ მდგომარეობიდან დაბრუნებას. ისინი პირდაპირ დაიშლებიან. არც კი ვიცი რა ხდება, როცა ქვეყანა ეკონომიკურად ინგრევა. ეს იქნება საბჭოთა კავშირი 2.0 ან კიდევ უფრო უარესი რა. მთელი ის არასწორი მართვა, რაც მთავრობამ წყლის პრობლემასთან დაკავშირებით თეირანში ჩაიდინა, ნავთობის შემოსავლის არასწორი მართვა, რაც ქვეყანაში შემოდიოდა და რა თქმა უნდა მილიარდების ინვესტირება უცხო აქტორებში, როგორიცაა ჰეზბოლა, ჰუთები და ჰამასი. ეს ყველაფერი ახლა მათვე უბრუნდებათ და ბლოკადა ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ეხლა ბევრი ირანელი ლიდერი იმედოვნებდა, რომ მიუხედავად ყველა პრობლემისა, შეძლებდნენ ამ მდგომარეობიდან გამოსვლას. თუ როგორმე ხორმუზის სრუტეზე კონტროლს მოიპოვებდნენ და შეერთებული შტატებისგან ნებართვას მიიღებდნენ. თითოეულ გემზე, რომელიც სრუტეში გაივლის, $2 მილიონი აიღოთ. რადგან მოდი მარტივ მათემატიკას მივმართოთ. დაახლოებით 100 გემი გადის ჰორმუზის სრუტეში ყოველდღიურად. $2 მილიონი თითო გემზე ნიშნავს $200 მილიონ დღეში. ეს ძალიან დიდი ფულია, თუ ყველაფერი ისე წარიმართებოდა, როგორც ირანს სურდა. სამწუხაროდ ამ ლიდერებისთვის გეგმა ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილი იყო. ხედავთ, ეს თავად ირანის ოფიციალური პირებისგან მოდის. ისინი პანიკაში არიან, რადგან ამ დროისთვის 60-მა გემმა მიიღო ნებართვა ირანის სააგენტოსგან, რომელიც გადასახადის ასაღებად შეიქმნა. ამ სააგენტომ გაგზავნა 8 გადახდის მოთხოვნა 8 გემისთვის, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გაიარეს და დაპირდნენ, რომ მომავალში გადაიხდიდნენ. მაგრამ ეს გადახდის მოთხოვნები ჯერ არ გადაუხდიათ. მათ $0 შეაგროვეს. და ეს შეშფოთებას იწვევს ირანის ხელმძღვანელობის უმაღლეს დონეებს. ეხლა ისინი საუბრობენ პასუხისგებელი პირის გადაყენებაზე და ამ სააგენტოს ზედამხედველობის ირანის პრეზიდენტისთვის გადაცემაზე. ეხლა იფიქრებდით, როგორ გაატარა ირანმა ეს გემები ისე, რომ ჯერ გადახდა არ მიიღო. გონია, რომ ეს ბიზნესის ელემენტარული წესია. ამას საშუალო სკოლაში სწავლობ, მაგრამ უნდა შეხედოთ ამას ირანული თვალსაზრისით. ამ გემებიდან ბევრი, რომლებიც მომავალში გადახდაზე თანხდებიან, ჩინური გემებია.
ჩინეთი ირანს იარაღითაც ამარაგებს და ეკონომიკურ მხარდაჭერასაც უწევს. ირანს უბრალოდ არ აქვს ძალა ან დიპლომატიური ნება, რომ ჩინურ გემს ესროლოს. თუ ირანი ამას გააკეთებდა, ის მსოფლიოში ყველაზე იზოლირებულ ქვეყნად გადაიქცეოდა. გააბრაზებდა როგორც დასავლეთს, ისე აღმოსავლეთს. ამიტომაც არასდროს გაუკეთებიათ ეს. იმედი ჰქონდათ, რომ გემები შემდეგ გადაიხდიდნენ თანხას. მაგრამ ხალხს ფული უყვარს. არავის უნდა 2 მილიონი დოლარის გადახდა მხოლოდ იმიტომ, რომ ირანი ამბობს, საერთაშორისო საზღვაო გზაზე კონტროლი აქვსო. და ზუსტად ამას აკეთებენ გემები. უბრალოდ აღარ იხდიან. ირანისთვის ეს ნამდვილად კარგი ამბავი არ არის. მაგრამ მიუხედავად ამისა, მოდი ყურადღება მოლაპარაკებებზე გადავიტანოთ. დღეს დილით, იმ პრესკონფერენციაზე, რომელზეც ახლახან ვილაპარაკეთ, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ მზად არის ისლამაბადში გამგზავრებისთვის, რათა ირანთან შეთანხმებას მიაღწიოს. თუ დავადასტურებ, რომ ის მართლაც პაკისტანში მიემგზავრება, ვფიქრობ, შეგვიძლია საკმაოდ უსაფრთხოდ ვივარაუდოთ, რომ შეთანხმება პრინციპში უკვე მიღწეულია. დარჩენილია მხოლოდ ხელმოწერა, რადგან შეერთებული შტატების პრეზიდენტი არ გაემგზავრება მსოფლიოს მეორე მხარეს, თუ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ტრამპის მიერ დღეს გავრცელებული ეს გზავნილი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ის მზად არის ამისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ის ამას ამ შაბათ-კვირას გააკეთებს. ასე რომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ შაბათ-კვირას რაიმე შეთანხმებას ვიხილოთ. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ასეთი გზავნილები ნიშნავს, რომ შეთანხმება ახლოსაა. ეს ძალიან კარგი კითხვაა. სანამ ირანელები საუბრობენ, ამერიკელები ემზადებიან. რეგიონში ჯერ კიდევ ათასობით დამატებითი ამერიკული ძალაა გზაში. ყოველდღიურად სატრანსპორტო თვითმფრინავები და საწვავის შემსები თვითმფრინავები ეშვებიან ახლო აღმოსავლეთში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მაგიდაზე სხვადასხვა ვარიანტი აქვს. ამიტომ თუ ირანელები სერიოზულად არ არიან განწყობილნი კეთილსინდისიერი შეთანხმების მიმართ, რეგიონი შეიძლება ომში დაბრუნდეს. და რა არის კეთილსინდისიერი შეთანხმება? ეს არის მთავარი, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. კეთილსინდისიერი შეთანხმება ნიშნავს, რომ ირანი უნდა მიხვდეს, რომ მას არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი. უნდა გაიაზროს, რომ ვერ შეინარჩუნებს ურანის გამდიდრების შესაძლებლობას. უნდა გაიგოს, რომ უკვე გამდიდრებული ურანი, რომელიც ღრმად მიწისქვეშაა დამალული, უნდა გაიტანოს. ოპერაცია შუაღამის ჩაქუჩის შემდეგ მათი ქვეყნიდან. თუ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან ამ შეთანხმებებს ნათლად დადებენ, შეიძლება შეთანხმებას მიაღწიონ. მაგრამ სხვა საკითხებიც განიხილება, მაგალითად, მათი ბალისტიკური რაკეტების პროგრამა, მათი მხარდაჭერა რეგიონული პროქსი ჯგუფების, რუგოფების, როგორიცაა ჰამასი, ჰუსიტები და ჰეზბოლა. ასე რომ, თავარი აქ არის. ეხლა მინდა ყურადღება გადავიტანო პრესკონფერენციაზე, რომელიც პენტაგონმა დღეს დილით გამართა. რადგან იქაც ბევრი საინტერესო დეტალი შევიტუხეთ. პირველ რიგში, ადმირალი ბრედ კუპერი საუბრობს გადარჩენის ოპერაციაზე, რომელიც დაახლოებით 1 კვირის წინ მოხდა, სადაც ასობით ამერიკელი სპეციალური დანიშნულების ჯარისკაცი შევიდა ირანში და გადაარჩინა საჰაერო ძალების ერთი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ქვეყანაში 24 საათზე მეტხანს იყო გაჭედილი. მოდი მოვუსმინოთ. შევხვდი იმ ჯგუფების ნაწილს, რომლებმაც ჩვენი F-15-ის ავიაციის სამხედრო მოსამსახურეების ირანიდან უსაფრთხო დაბრუნებაში მიიღეს. მაშინ მიიღეს მონაწილეობა და მოვისმინე მათი პირადი ისტორიები. ნამდვილი გმირები. დრო გავატარე ჩვენს ჯარისკაცებთან, რომლებიც პირველად იყენებენ უახლეს ტაქტიკასა და ტექნოლოგიებს ომში. ვერ შევძლებ დეტალებზე საუბარს, მაგრამ ეს ახალგაზრდა კაცები და ქალები ახალ გზებს ხსნიან. ეს წარმოუდგენლად შთამაგონებელია. ერთად, მსოფლიოს 4 საუკეთესო საჰაერო ძალა, ისრაელის საჰაერო ძალები, აშშ-ის საჰაერო ძალები, აშშ-ის საზღვაო ძალების ავიაცია და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ავიაცია. ერთად შეასრულეს და არაერთხელ გადააჯარბეს ჩვენს სამხედრო მიზნებს. და ბოლოს ჩვენ გვყავს გენერალი Raising King-ი, რომელიც დეტალურად აღწერს, როგორ ახორციელებს აშშ-ო ამ ბლოკადას. რამდენი სამხედრო გემი მონაწილეობს, როგორ უკავშირდებიან გემებს, რომლებიც ცდილობენ ბლოკადის გარღვევას და როგორ უზრუნველყვეს, რომ ჯერჯერობით არც ერთ გემს არ გაუვლია აშშ-ის ბლოკადა, რომელიც ომანის ყურის გარეთ არის განთავსებული. ასე რომ ვფიქრობ, ეს ყველაფერი ინდოეთის ოკეანეშია მოწყობილი. მაგრამ შეხედეთ, მას აქვს დიაგრამები, რუკები და ყველაფერი. პირველ რიგში გრაფიკას მივხედოთ. ეს გადაღებულია ბლოკადის დაწყებამდე. ჩრდილოეთი ზემოთაა. ბლოკადის ხაზი შეგიძლიათ ნახოთ აქ, გრაფიკის ცენტრში, აღნიშნულია წითელი წყვეტილი ხაზით. ეს რუკა არის ამონარიდი ჩვენი საერთო ოპერაციული სურათიდან, რომელსაც ვიტენებთ იმისთვის, რომ მეთაურებმა და მთავარმა ლიდერებმა თითქმის რეალურ დროში დაინახონ რა ხდება. ჩვენ უბრალოდ ეკრანის სურათები ავიღეთ, რათა გამოგვესახა მოქმედებები და აქტივობები. რაც ნაჩვენები არ არის, ეს არის ის, თუ რამდენად წარმოუდგენლად გადატვირთულია ეს ტერიტორია. და ის წარმოუდგენელი სამუშაო, რომელსაც ჩვენი მეზღვაურები ასრულებენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ შეძლონ მუშაობა ასეთ გადატვირთულ წყლის სივრცეში და მის გარშემო. ასევე ნაჩვენები არ არის აქ ის უზარმაზარი ძალა, რომელიც მოიცავს გამანადგურებლებს, სადაზვერო თვითმფრინავებს, ვერტმფრენებს და სხვა განთავსებულ ძალებს. მათ შორის საჰაერო საწვავის შემავსებელი ტანკერები, რომლებიც ამ ბლოკადის ზონის თავზე დაფრინავენ.
შეამჩნევთ, რომ აშშ-ის ძალები ლურჯადაა აღნიშნული, ხოლო ირანის გემები ცითლად. და როცა ბლოკადა დაიწყეთ, იყო 7 გემი, რომლებიც აშშ-ის ცენტრალური სარდლობისთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა. სხვადასხვა სადაზვერვო საშუალებებისა და საზღვაო დაზვერვის ოფისისა და სხვა სადაზვერვო სააგენტოების დახმარებით ძალებმა პოტენციური დამღვევების ძებნა დაიწყეს დილის 10 საათზე აღმოსავლეთის სტანდარტული დროით. შემდეგი სლაიდი გთხოვთ. ეხლა არის 12:40 აღმოსავლეთის ზაფხულის დროით. ბლოკადის დაწყებიდან 2 საათი და 40 წუთი გასულია, როცა ბლოკადის გარღვევის მცდელობით რამდენიმე გემი ცდილობს ხაზის გადაკვეთას. აშშ-ის ძალებმა მოქმედება დაიწყეს. მათ წინ იყო სხვადასხვა სადაზვერვო, სადამკვირვებლო, სარეკონოსცირებო და ტაქტიკური რესურსები. და მაშინვე ამ გემებმა დაიწყეს დაანახვა, შეგრძნება და აღქმა, თუ როგორ იკრიბებოდა ამერიკის საბრძოლო ძალა მათ გარშემო. წინამძღოლი გემი, როგორც წესი, ეს არის გამანადგურებელი, როგორც აქ არის ნაჩვენები. და ასევე ავიაციის ძალები USS აბრაამ ლინკოლნის დარტყმის ჯგუფიდან დაიწყეს იმ გემებისკენ მოძრაობა. ყოველ ეტაპზე შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტი გადასცემს გაფრთხილებას. ახალგაზრდა მეზღვაური, როგორც წესი, იმ გამანადგურებლების ერთ-ერთი სხიდზე, უმცროსი ოფიცერი იღებს მიკროფონს და გადასცემს, ციტირებ: "არ სცადოთ ბლოკადის გარღვევა." ირანის პორტებისკენ ან იქიდან მიმავალ გემებზე ავლენ, რათა შეაჩერონ და დააკავონ. მობრუნდით ან მოემზადეთ, რომ თქვენს გემზე ავლენ. თუ ამ ბლოკადას არ დაემორჩილებით, ძალას გამოვიყენებთ. და როცა ეს შეტყობინება გადაიცემა, როგორც ადრე ვახსენე, იმ გემების კაპიტნებს პირდაპირ შეუძლიათ დაინახონ, იგრძნონ და შეიგრძნონ მათ გარშემო არსებული ზეწოლა. ეს არის კარგად აწყობილი მექანიზმი, რომელზეც არაერთხელ ივარჯიშეს და რომელიც ბლოკადის დაწყების შემდეგ უკვე 13 ჯერ განხორციელდა. შემდეგი სლაიდი გთხოვთ. ეხლა უკვე 24 საათზე მეტია, რაც ბლოკადა გრძელდება. თქვენ ხედავთ რამდენიმე გემის შემოbrunებას, რომელთაგან 12 ბლოკადის ხაზის შიგნით დარჩა. ერთი კი, რომელიც აღმოსავლეთ მხარესაა. და აქ არ არის ნაჩვენები. ბლოკადის მცდელობამდე შემოbrunდა. ნებისმიერი გემი, რომელიც ბლოკადას გადაკვეთს, გამოიწვევს ჩვენს მეზღვაურებს წინასწარ დაგეგმილი ტაქტიკების განხორციელებას, რომლებიც ძალის გამოყენებას გულისხმობს ამ გემის მიმართ, საჭიროების შემთხვევაში გემზე ასვლას და მის ხელში ჩაგდებას. და ეს მოიცავს ძალის გამოყენების ესკალაციის რამდენიმე ვარიანტს, რომელშიც შეიძლება შედიოდეს გამაფრთხილებელი გასროლები და სხვა ზომები. შემდეგი სლაიდი. ბოლო გრაფიკი აჩვენებს მონაცემებს, რომლებიც აღებულია 14 აპრილის ღამეს, 11:20 საათზე. თქვენ ხედავთ, რომ ყველა ამ გემის კაპიტანმა მიიღო გონივრული გადაწყვეტილება, არ გადაადგილებულიყვნენ, არ გაევლოთ ან არ გაერბინათ ეს ბლოკადა. როგორც აქამდე აღვნიშნეთ, 13 გემმა მიიღო გონივრული გადაწყვეტილება და შემოbrunდა. და სანამ ჩვენ ვაგრძელებთ ამ ბლოკადის შენარჩუნებას მდივნისა და პრეზიდენტის ბრძანებით, ნებისმიერი ხომალდი, რომელიც არ დაემორჩილება ჩვენს მითითებებს, შესაბამის ზომებს მიიღებს. ამ დილის მდგომარეობით აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას არ დასჭიროებია რომელიმე კონკრეტულ გემზე ასვლა. და შეგახსენებთ, რომ ჩვენ ასევე ვატარებთ მსგავს საზღვაო აღკვეთის მოქმედებებსა და საქმიანობას წყნარი ოკეანის ოპერაციულ რაიონში. იმ გემების წინააღმდეგ, რომლებიც ამ ტერიტორიიდან გავიდნენ, მანამდე სანამ ბლოკადა დავიწყებდით.